გამარჯობა. ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 191 ნომრიდან. მოდი თეთრი ფერით დავიწყოთ ხატვა. 191. აშკაო სამკუთხედის აშკა გვერდზე აღებულია C-წერტილი. ასე. ავიღოთ. აშკა ო სამკუთხედი და აშკა გვერდზე აღებულია C-წერტილი. ისე რომ HC უდრის 6 და CK უდრის 12. კუთხე COA-ში მოდი ავიღოთ COA-ში, აი ეს კუთხე ტოლია კუთხე OKA-შის, OKA-შის. აჰა, აი ამის. უნდა ვიპოვოთ გაცრავად S-ი OH C-ი. ქვედა სამკუთხედის ფართობი უნდა ვიპოვოთ, ასე OH C-ი. თუ ვიცით რომ კუთხე A-ში, კაი, კუთხე A-ში არის 60 გრადუსი. არის 60 გრადუსი. ასე. კარგი. ახლა აქ ადრე შეხვედრია ჩვენს გავსი სიტუაციები, როდესაც მესამე თავზე ვიყავ, მეექვსე თავზე ვიყავით მსგავსებაზე და ჩვენი მთავარი დევიზი ხომ არის ვეძებოთ მსგავსები. ახლა ნახეთ, აი რომ აიღოთ პატარა სამკუთხედი HCO და რომ აიღოთ დიდი სამკუთხედი, ხო? ახლა თვალით დიდად არ გავს ესენი მსგავსებს, მაგრამ ჩვენ ნახას იდეალური სიზუსტით ხო არ ვიხილავთ, თავარია რა ინფორმაციაა მოცემული და მე ვიცი რომ ეს კუთხე აი ამ კუთხის ტოლია. ხო? აი პატარა სამკუთხედში და დიდ სამკუთხედში. ეს კუთხე აი ამ კუთხის ტოლია. A-ში კუთხე ხო საერთო აქვთ. კი ბატონო, მაშინ ხო გამოდის რომ ორი კუთხე ტოლი ქონიათ, ანუ მესამე კუთხეც ტოლი იქნებოდა აი ასე. ანუ C წეროსთან მდებარე კუთხე ტოლი იქნებოდა აი მთლიანად ამ კუთხის ასე. O წეროსთან მდებარე კუთხის. თავისუფლად შეგიძლიათ ახლა აქ მსგავსება დაწეროთ. ნუ დავარქვათ რაღაცა ასოები და გამოჩნდება რა, მოდი დავწეროთ. ესე იგი სამკუთხედი OHC, ანუ ახლა ის ლოგიკა გამოვიყენე აქ რა, ერთხაზიანი კუთხე, ორხაზიანი და სამხაზიანი. მსგავსია სამკუთხედი, მოდი დიდ სამკუთხედშიც დავიწყოთ ერთხაზიანით. ორხაზიანი არის A-ში და სამხაზიანი არის O. A-H ოსი. რა გამოდის შესაბამისი გვერდი? პატარა სამკუთხედში ერთხაზიანი საპირდაპირე გვერდი გამოდის 6, შეეფარდება. დიდ სამკუთხედში ერთხაზიანი საპირდაპირე გამოდის HO. მერე პატარა სამკუთხედში ორხაზიანი საპირდაპირე გამოდის CO. დიდ სამკუთხედში ორხაზიანი საპირდაპირე გამოდის KO. ჯერ ეს არაფრის ქვილი არა, ხო? და პატარა სამკუთხედში სამხაზიანი საპირდაპირე გამოდის HO, შეფარდებული დიდ სამკუთხედში სამხაზიანი საპირდაპირე გამოდის HK-ს, ანუ 18. რაც ვიცით ის დავწეროთ ხსნიანად 18. დაგვიძლით ახლა აი პირველი და ბოლო ტოლობები, ესე იგი 6 შეფარდებული HO-სთან ხო უდრის HO შეფარდებული 18-თან და აქედან HO კვადრატი უდრის 6x18-ს, ანუ 6x6-ს, ეს ამოიფესვება და ეს იქნება 6-3. და რაღა უნდა ახლა აქ აი ფართობის დათვლას O H C-ი დაშტიხული რაცა ესა 1/2-ჯერ 6-ჯერ 6-3 გამრავლებული სინუს 60, ანუ ფ3
მეორეზე. ნუ ეს იქნებოდა ორჯერ 6, ეს ორჯერ 6 ასე, აქაც 3 და ფესვის 3, ფესვის 3-ზე განმავლობა 3-ის კუბი გამოვიდა, ნუ 27 უნდა გამოსულიყო 191-ში. კი? გამოვიდა. რა იყო გადამწყვეტი ამ ამოცანაში? რა თქმა უნდა, მსგავსება. გავაგზავნოთ. აა 182 ნომერი. წრეწირში ჩახაზულია ABCD ოთხკუთხედი. მოდი ავიღოთ წრეწირი. ჩავხაზოთ ABCD ოთხკუთხედი, ოღონდ ისე რომ AB დიამეტრია. ერთი გვერდი არის დიამეტრი. ჩავნიშნოთ. ასე აქ. სავიღებ რომ გამახსენდეს დიამეტრია. AC და BD დიაგონალები M წერტილში კვეთება. მეც არაფერს არ მეუბნება. A, B, კაი აქ იყოს თქვათ C წერტილი, ნუ აქ იყოს რაღაც D წერტილი ასე. ავიღოთ მაშინ სხვა გვერდებიც, ესე იგი BC ასე ავიღოთ. CD ასე ავიღოთ. მოდი ეგ იყოს. BC 3 სტოლია. ეგ არის 3. CM. ანუ ჩვენ ვიცოდით, რომ AC და BD დიაგონალებიც იყო გავლებული, ხო? აი, ავიღოთ AC დიაგონალი, ავიღოთ BD დიაგონალი. აი ასე. M წერტილში კვეთებიან ესენი. კი ბატონო, ეგ არის M წერტილი. ახლა აქ ძალიან თვალსაჩინოა რომ ეს მართი კუთხეა, იმიტომ რომ დიამეტრს ეყრდნობა და ესეც მართი კუთხე, ანუ გამოცდილებით ახლა თუ არ აღნიშნავ ხოლმე აქ შეიძლება მე გამოვრჩეს და დავაფიქსიროთ რა. თვითონ ამ დაფიქსირებას ნახაზი არ გადაუტვირთ თავს ახლა. CM-ი 3/4-ია, ეგ არის 3/4. ნუ აქაც ახლა MBC მართკუთხა სამკუთხედია და MB-ს დავთვლიდი ახლა. MB კვადრატი უდრის ეს დამჭირდება არ დამჭირდება იდეაში წესით უნდა დათვალო ხოლმე რა ასეთი რაღაც. კაი, MB-საც გამოვსახავთ, ამას მიუბრუნდები მე. ABC სამკუთხედის ფართობი 3-ჯერ მეტია ACD სამკუთხედის ფართობზე. ანუ S-ი ABCC ეს არის 3-ჯერ S-ი ACD-ზე. წამოვიდოთ აბა ACD, ACD სად არის? ქვედა სამკუთხედი და ABC, ზედა სამკუთხედი, ხედავ? ესე იგი, რომელი ორი სამკუთხედის აქ რა გადამეტვით, სახა ნახაზი. შეგვიძლია პატარა რაღაც ისეთი შპარგალკასავით აქეთ დავხაზოთ. რაცა ასე და ეგ რომ არის, აი ამის ფართობი, ხო? 3-ჯერ მეტია თეთრი სამკუთხედის ფართობზე. B, C, D. ეს ისე საორჯიშო ნახაზი იყოს. მეტი არაფერი ვიცით, ხო? დიაგონალები ამ წერტილში კვეთებიან AM-ი AM-ი უნდა ვიპოვოთ. AM-ი არის საპოვნი. თუ BC არის 3 სტოლი, MC არის 3/4 სტოლი და სამკუთხედის ფართობია მოცემული, ხო? ახლა თითოეული კომპონენტი რატო ამოცემული დავაკვირდებით. მოდი MB ვიპოვოთ ახლა აქედან, ეს იქნებოდა 19-16 პლუს 9, ეს იქ გაერთმშრალიანდებოდა, გამოდის 9-ჯერ 16 პლუს 9, ესა 17-ჯერ 9. ანუ აქედან გამოდის, რომ MB იქნებოდა ფესვი 17-ჯერ 9-ჯერ 16-დან. ანუ იდეაში 3 ფესვი 17 მეოთხედი გამოდის. კაი ბატონო, ანუ 3 ფესვი 17 მეოთხედი. აი ახლა აქ როგორ არ უნდა ვთქვათ, შეიძლება არ გამოგვადგეს, მაგრამ აი X-ი რომ არის, ნახე ურთიერთგადამკვეთი ქორდების, ანუ
A, C და D, B გადამკვეთი ქორდებია. ამიტომ ესე იგი x-ი გამრავლებული 3/4-ზე, ხო? ერთი ქორდის ნაწილების ნამრავლი ტოლი იქნება dm-ი გამრავლებული 3/17 აუ dm გაგვაგებია ახლა აქედან. კაი, ნუ პირველ რიგში აქ რა არის? ეს სამკუთხედი ხო? მსგავსია ამ სამკუთხედის. ნუ ახლა აქ რომ დავწეროთ ეს მსგავსება ოქროები, თუ გახსოვთ, ამ სამკუთხედების მსგავსებიდან გამომდინარეობს ზუსტად ურთიერთგადამკვეთი ქორდის თვისება რა. და პრინციპში მიიღებდით ზუსტად იგივეს, ანუ არაფერი გასაკუთრებული ახლა აქ ახალი არ მიიღება. აი ბატონო. ჩვენ პრინციპში 3/4 და 3/17 რომ მივიღეთ, აქ BC რომ 3-ია და CM 3/4 ამის გამოყენებით და ჩვენ ჯერ ფართობები არ გამოგვიყენებია. აი რა ფართობებზე ახლა აქ საუბარი ნახეთ, აი ამ სამკუთხედის ფართობზე და ამ სამკუთხედის ფართობზე და შეხედეთ ამ სამკუთხედებს ხო საერთო გვერდი აქვთ. და შესაბამისად საერთო გვერდი როცა აქვს ორ საკუთხედს, მათი ფართობებზე რა შეგვიძლია თქვა, შეფარდება სიმაღლეების ფარდობის ტოლი არ იქნება? ახლა ეს ფაქტი, მეგობრებო, შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორ თქვა, ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა უფრო მაგარი ფაქტებიც გვინახავს ხოლმე, ხო, მაგრამ ნუ აქვს რა გამოყენება და უნდა დაიჭიროთ ხოლმე. ანუ მე რომ დამეშვა ახლა აქ სიმაღლე და მოიცა, ახლა აქ დამეშვა სიმაღლე, მაგრამ სიმაღლე თვითონ ბეცი არ არის, ნახეთ დიამეტრზე დაფრთხილი ხომ არის? ხო? გამოვიდოდა რომ AC ABC არის რაღაცა აქ აში დავარქვათ. მას ესე იგი AC ABC არის 1/2 AC გამრავლებული BC-ზე, აქ 1/2 AC გამრავლებული H-ზე და იდეაში არ იკვეცება გერ სიმაღლე ეგენი ფუძეები და ფაქტობრივად ფართობების შედარება რჩება რის ხარჯზე რის საფუძველზე მხოლოდ და მხოლოდ რა შეფარდებაც ექნება სიმაღლეებს ხო და შესაბამისად ახლა h თუ გადმოიტანდით აქეთ bc შეფარდებული h-თან იქნებოდა 3 ტოლი და პრინციპში აქ შეგვიძლია ახლა h-ის დათვლა, იმიტომ რომ ნახეთ bc ხო 3 ტოლია. აი ეგ 3 ტოლია, ანუ აქ თუ ჩავსვამდით 300-ს, ხო, ანუ 3 შეფარდებული h-თან არის 3, ნუ h-ი მარტივად 1 გამოდის. მოდი აბა დავუშვათ სიმაღლე აქ. ეს ჩვენი კავლებული როა სხვა ფერს ავიღებ, ასე. ვიღოთ აბა ეს სიმაღლე. ახლა ჩვენ მარტივად დავინახეთ, რომ ეს ფაქტი არ ქონდა გამოყენებული და აქედან ეგაა ჩვენთვის h-ი, ხო, ეს მივიღეთ 1 ტოლი. შეიძლება ვეწვალებინეთ ახლა ამის დანახვას, მაგრამ კონკრეტულად გქონდეთ ის რაცა პრინციპი მუშაობის დროს, რომ რა ინფორმაციაც არის მოცემული, ეცადოთ, რომ სრულყოფილად გამოიყენოთ რა. მაგ რამდენი რამ იყო ახლა მოცემული? BC 3 რომ იყო, CM 3/4 და ის AB დიამეტრი, ხო? ყველაფერი გამოვიყენეთ, ეგ მართი კუთხე გამოვიყენეთ, გამოვიყენეთ ის 3/4-ის 3 და ერთი ეგ ფართობები გვჩებოდა გამოუყენებელი რა. და მიტომ მივედით ამ სიმაღლის დაშვებამდე. და თუ დააკვირდებით ახლა აი ეს სამკუთხედი ეგ სამკუთხედი მსგავსია აი ამ სამკუთხედის, ხო? იმიტომ რომ ჯერ ერთი მართკუთხედი არიან და მეორე აი ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია. რომ დავწეროთ ახლა აქ მსგავსება ოქროები, DM-ის პოვნა შეგვიძლია და DM-ი ამჭირდებოდა ზუსტად
აი ნახეთ, სამკუთხედი M, მოდი ამას დავარქვათ, K დავარქვათ, M A D მსგავსია სამკუთხედი MCBS-ი. და რა იქნებოდა აქ ახლა ერთხაზიანის მოპირდაპირე, ანუ ერთი, უკაცრავად ორხაზიანის მოპირდაპირე, ხო იქ სიმაღლე ერთი ისე შეეფარდება ორხაზიანის მოპირდაპირე 3-ს, როგორც მართი კუთხის მოპირდაპირე DM-ი შეეფარდება აი აქაც მართი კუთხის მოპირდაპირე 3 ფესვი 17 მე-4-ს. აქედან ესე იგი 3 DM-ი უდრის 3 ფესვი 17 მე-4-ი ერთზე გამრავლდება, ანუ 3 ფესვი 17 მე-4-ს ეს იკვეცება და DM-ი გამოვიდა ფესვი 17 მე-4-ი. რა გამოვდის ახლა ჩვენ? და შევიტანოთ აი აქ, ესე იგი x-ი აქვს გამრავლებული 3/4-ზე უდრის ფესვი 17 მე-4-ი გამრავლებული 3 ფესვი 17 მე-4-ზე. ეს 4-იანი აქ იკვეცება 3-იანი 3-იანზე და x-ი გამოვიდა ფესვი 17 ფესვი 17-ზე 17. 17 მე-4-ი. მოდი შევამოწმოთ 82 ამოცანი. კი, 17 მე-4-ია. არის მარტივი რა. კარგი. გადავიდეთ 93-ზე. საკმაოდ სერიოზული ამოცანა იყო წინა სხვათა შორის, დამატებით ხაზის გავლება ჭირდებოდა და ანუ ასეთი ამოცანები ყოველთვის რთულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დამატებით ხაზი ამ შემთხვევაში სიმაღლე იყო. აი, მოდი გადავხაზოთ ახლა ეგ ჩვენ ნახაზი კარგია და კი შეიძლება გვესარგებლა აქაც, მაგრამ ABC სამკუთხედის BC გვერდზე როგორც დიამეტრზე. კაი. ხო, იმაზე შევთანხმდეთ, რომ BC გვერდი დიამეტრია. დავწეროთ ასე BC. აგებულია წრეწირი, კაი, ავაგეთ წრეწირი, რომელიც AB მონაკვეთს კვეთს D წერტილში. აი, პრინციპში არაფერს არ გვეუბნება, ახლა AC-ს ეხება თუ არ ეხება, ხო, არ ვიცით აქ მართი კუთხე იქნებოდა, თუ არ იქნებოდა და ამიტომ თუ არ ვიცით, გამოყენების უფლებაც არ აქვს. მოდი ისე დავხატავ ახლა მე რომ ცოტა კვეთა ჩავდეს, ასეთი კვეთა იყოს, ანუ არ ვიცოდით იყო თუ არა მართობილი და ამიტომ თუ პირობის მიხედვით გამოვა, ეგ უკვე სხვა თემა. ასეთი ამბავი. რო ცხადია, დეკუთხე მართი იქნება, იმიტომ რომ დიამეტრს ეყრდნობა, ხო? ჩვენ გთხოვენ ახლა S-ი ABC-ს შეფარდებას S-ი BCD-სთან. კი ბატონო. თუ AC 15-ია. კაი, დავაწეროთ AC 15. BC 20-ია. BC 20. კუთხე ABC, აი ეს კუთხე ტოლია ACD-ს. აჰა. აი. პრინციპში ესეც ხომ მარტი კუთხა და ნახეთ, მართალი ყოფილა ეს C კუთხე მარტი ყოფილა რატო? შეხედეთ ოქროები დიაგრამა. ეს ავიღებ. აი ეს სამკუთხედი ჩვენ ორჯერ დავჭირდა უკვე და ეს ხო, ანუ წინა ამოცანებში. არ გამოდის მსგავსი სამკუთხედი დიდი სამკუთხედის. ნუ რატო ნახეთ ოქროები ასე ავიღებ. C DAC სამკუთხედს ასე და სტანდარტულად როგორც მე მქონდა დახატული, ისე რომ ამიღო დიდი სამკუთხედი. BAC-ს. რა რატო ახლა მსგავსი? იმიტომ რომ B კუთხე C კუთხის ტოლია აქ ამ ორ სამკუთხედში. და აკუთხე საერთო არ არის. კი ბატონო.
მაშინ ორი კუთხე თუ ტოლი აქვს ამ სამკუთხედებს, მესამე ტოლი არ იქნებოდა, ეგ თუ მართი იყო ერთ სამკუთხედში, ამაშიც ასე მართი იქნებოდა. ანუ ეს მართი კუთხე ყოფილა. მე ასე ვჩი. მაშინ თუ ეს მართია, 15 და 20 კათეტებია და ეს გამოვიდოდა 25. კარგი ბატონო. ჩვენ ხო გვინდა BCD სამკუთხედზე ვაგროვებთ ინფორმაციას, ხო? და ნახეთ ახლა ოქროები. იდეაში BCD-ც მსგავსი გამოდის დიდი მართკუთხა სამკუთხედი, ანუ როგორი სიტუაცია გამოგვივიდა? დააკვირდით, ანუ გამოგვივიდა რომ BCA მართკუთხა, ანუ ABC მართკუთხაა, ეგ CD სიმაღლე გამოდის მართკუთხაში და ცხადია, პატარა სამკუთხედები ან დიდი სამკუთხედების მსგავსია. ოდი ამას ასე ერთხაზიანი ხო არის? სამკუთხედი ამას თქويا ხო? A, B, C, ანუ დიდი სამკუთხედი A, B, C მსგავსი ოქროები, რომელიც სამკუთხედის ნახეთ, ანუ ეს თუ ორხაზიანი, ახლა ეს იქნებოდა ორხაზიანი, ხო? ქვემოთ. სამკუთხედი C, B, D-სი. ანუ A კუთხე, აი ქვედა სამკუთხედში, ამ სამკუთხედში C კუთხის ტოლი გამოდის. მერე B წერო, თვითონ B წეროსი და C დიდ სამკუთხედში C მართი კუთხის წერო გამოდის D მართი კუთხის წეროს შესაბამისი. და ჩვენ თუ გვინდა ამ სამკუთხედების ფართობების შეფარდება გავარკვიოთ, ხო? ნუ ეგ ფაქტობრივად ხო გამოვა K კვადრატის ტოლი. ნუ თქვა დამატი მსგავსების კოეფიციენტია K. ჩვენ აქ ჰიპოტენუზები ვიცით. ეს და პრინციპში K ხო გამოდის 25 მე-20-დი, ანუ დიდი რო შევაფარდოთ პატარასთან. ესე იგი 5 მე-4-დი. ანუ 5 მე-4-დის კვადრატი იქნებოდა. ესე იგი 25 მე-16-დი უნდა იყოს წესით პასუხი. მოდი ვნახოთ, შევადაროთ 83-ში. კი, 25 მე-16. 84 ვნახოთ ახლა. 84. ტრაპეციის დიაგონალია 20 და 25. სიმაღლე არის 12. აბა, მოდი ვნახოთ რა გამოვა. დავხატოთ ახლა ჩვენ აქ ტრაპეცია. მოდი ლამაზად დავხატოთ. ასე ავიღოთ ტრაპეციის დიაგონალები. ანუ შეიძლება ტრაპეცია ასეც იყოს დახაზული და ესეც გქონდეს მხედველობაში. შეიძლება მას შეცვალოს რამე. ასე. ნუ დიაგონალები არის 20 და 15. აქ ახლა პირველ ნახაზზე მცირე დიაგონალი ეს ჩანს 15. დიდი დიაგონალი ეს, ნუ აქაც მცირე დიაგონალი ეს იქნებოდა. ცა, დავხატოთ. ასე. ასე. ეს არის 15, ეს 20. და სიმაღლე არის 12. ეს პირველი შემთხვევა, ეს მეორე შემთხვევა. ხო, თქვა, სიმაღლე 12. რას მომცემს ახლა ეგ? აი, მოდი დავუშვათ სიმაღლე აქ. ძალიან არ მიყვარს ხოლმე ასე ძალიან იტვირთება მე ნახაზი და აქ დანახვა რაღაცები ცოტა რთულია. აი, სიმაღლე 12. აი, შეხედეთ ახლა ოქროები, კითხვა არის უპოვეთ ტრაპეციის ფართობია, ხო? ნუ ეს ტრაპეციის. და რა გამოდის ახლა აქ, ესე იგი
აი, შეგვიძლია ახლა ამ მართკუთხა სამკუთხედში, რაღაცა რაც შეგვიძლია ის რომ ვიპოვოთ, აი დავინახეთ და დავწეროთ. რამდენად გამოგვადგება ეს სხვა თემაა. ნახეთ, ეს თუ 12-ია და ეს 20-ია, პითაგორას სამეულები რომ გამოვიყენოთ ახლა ჩვენ აქ, ეს არის 4x3, ეს არის 4x5, ქვემოთ 4x4 იქნებოდა. მაშინ არ არის რთული ოქროები, ამ მართკუთხა სამკუთხედიდან რაც ქონდა დაშტრიხული, აი ეს გამოდის 16. კარგი, მოდი დავასწროთ. მივხვდით, ხო? და დავაწეროთ აგერ 16 და მივხვდებით, ხო? აქედან აქამდე. ახლა ეს 12 როგორ გამოვიყენოთ? 12, უკაცრავად აი ეს 15, ხო? მოდი აქედან შეგვიძლია დავუშვათ მაშინ სიმაღლე, ან აქედან შეგვიძლია დავუშვათ. მოდი აქედან დავმართავ ახლა მე სიმაღლეს. მოდი ასე ავმართავ სიმაღლეს. ეს გაგრძელებაზე მოხდება ოქროები. ეს ხო 12-ია. და ნახეთ, აი ამ სამკუთხედში ოქროები, მოდი ამას წავშლი, პირველი შემთხვევა რო გვწერია. ასე. და ამ სამკუთხედში რა იქნებოდა? ეს 15-ია, ეს 12-ია და შესაბამისად ეს გვერდი გამოვიდოდა 9, არა? დააკვირდით აბა მეგობრებო, ეს იქნებოდა 9. კი ბატონო. ნახეთ. ახლა ამას რომ დავარქვათ x-ი. ანუ ეგ პითაგორას სამეულით ხომ ვიხდით 12 და 15-ია. ეს იქნებოდა x-ი. მაშინ მცირე ფუძე ხო გამოდის 9 - x-ი. ქვემოთაც ხო x იქნებოდა და დიდი ფუძე გამოდის 16 + x-ი. მაშინ ფართობი რა იქნებოდა? მცირე ფუძე 9 - x-ი დამატებული დიდი ფუძე 16 + x-ი შეფარდებული 2-თან გამრავლებული სიმაღლეზე 12-ზე. აი ნახეთ, x-ები ბათილდება. ახლა ცოტა დაუგეგმავად წავყევით, მაგრამ რა იქნებოდა ეგ? 12 და 2 აქა 6 და 25-ჯერ 6 გამოვიდა, ხო? ნუ 150 გამოგვივიდა ფართობი. ნუ ახლა აქ მეორე შემთხვევაც განვიხილოთ, მაგრამ ნუ რაც გავაკეთეთ, იმაზე პატარა კომენტარი, რომ ვთქვათ, როგორ მივედით აქამდე? ნუ მაქსიმალურად ვეცადეთ რა პირპირობას ხოდა მოცემული გამოგვეყენებინა, რომ გამოვიდა ის რაც გამოვიდა, რაღაცა ნაწილი ვიცოდით აქ რო იყო 16. პრინციპში აი აქ რო დაგვიშვა სიმაღლე, მაშინ რაღაცა ეს ნაწილი გეცოდინებოდა და მე აღნიშნებით, ხო? მგონია რომ ჩვენი ლამაზი გამოვიდა, აი აქ გარეთ რო გავავლეთ, უკვე ფუძეების ჯამის ნახევარი დათვლადი ყოფილა. აი, მოდი აქ ვქნათ, აბა, აი ასე არის ახლა, ესაა 15, ესაა 20. დავუშვათ აქაც აქ სიმაღლე, ასე. ეგ არის ოქროები 12, ხო? და ეს იქნებოდა მთლიანად 16, არა? ეს ხო დავითვლით. ამ მართკუთხა სამკუთხედში ასე. კაი ბატონო. ახლა ჩვენ გვინდა 15-იც ჩართოთ საქმეში. 15 რომ ჩავთოთ საქმეში. 15. მოდი ასე დავუშვათ ახლა ჩვენ. ხო? და შესაბამისად ეს თუ 12-ია და ეს 15, ეს 9, აი ეს პატარა მონაკვეთი გამოვიდოდა აქ. აღნიშნოთ მაშინ x-ით ეს. შეხედეთ ახლა მცირე ფუძე გამოდიოდა 9 + x-ი, 9 და x-ი. და დიდი ფუძე რა გამოვიდოდა აი აქედან აქამდე. ეს არ გამოვიდოდა დიდი ფუძე უკვე 16 - x-ი. აქ პირიქით გამოდიოდა. და თუ შეკრებთ ახლა ფუძეებს, ნუ მიიღებთ ზუსტად შუახას იგივეს რა. ნუ საინტერესო იყო ამ შემთხვევაში.
აქაც იგივე სიტუაცია გამოდის. თუმცა მგონია რომ მეორე შემთხვევა მაინც განსახილველი იყო და თუ არ ვალდებულება გვაქვს რა. კარგი, ორივე შემთხვევაში 150-ია პასუხი, ანუ პასუხი 150 იქნებოდა. 185 ნომერი გავარჩიოთ ახლა. 185. ოლფერდა ტრაპეციის დიაგონალი შუაზე ყავს ტრაპეციის მლავ კუთხეს. ავიღოთ ოლფერდა ტრაპეცია. ასე. და გავალოთ დიაგონალი. და გამოდის რომ ბლაგვი კუთხე იყოფა შუაზე, ხო? აი ეს კუთხე ამის ტოლია. ნუ ახლა ფაქტობრივად დიაგონალი ბისექტრისაა და კონდეს ეს აკვიატებად ერთგვარი როცა ტრაპეციაში და პარალელოგრაფში ბისექტრისაა, ეგ ყოველთვის მიიღება ამ ბისექტრისის საშუალებით ტოლფერდა სამკუთხედიდან. ნახეთ, შიგაჯვარდიდან გამოდის აი ეს კუთხე ამ კუთხის. ანუ გამოდის რომ ეს ქვედა მარჯვენა სამკუთხედი ტოლფერდაა და ესე იგი ფერდი დიდი ფუძის ტოლია. ნუ რადგანაც ტოლფერდა იყო, მაშინ ეს ფერდიც რა თქმა უნდა დიდი ფუძის ტოლი იქნებოდა. ტრაპეციის მცირე ფუძე 5 ტოლია. ძალიან კარგი. ხოლო ტრაპეციის პერიმეტრი არის 56. კი ბატონო. იპოვეთ ტრაპეციის ფართობიო. ახლა ამ შემთხვევაში ორნახას აღარ ვაკეთებთ, იმიტომ რომ რადგან სტოლფერდაა, თუ ერთი გვერდი თუ შეიტეხებოდა, მეორეც უნდა შესულიყო, მაშინ მცირე ფუძე ქვევით გამოვიდოდა. ამიტომ ნუ ერთადერთნაირად ასე იხადება. კარგი, თუ აღნიშნოთ ეს 10, ასე ვთქვათ. მაშინ გამოდის, რომ 3a + 5, ანუ პერიმეტრი, რომ გამოვსახოთ, იქნებოდა 56 ტოლი, 3a გამოდის 51 და a გამოდის 17. ანუ ჩვენ გვაქვს ტოლფერდა სამკუთხედი, რომლის ფერდები და ფუძე არის 17. თუ დავუშვებდით სიმაღლეს, ну, მცირე გვერდი აქ იქნებოდა 17 - 5-ის ნახევარი, ანუ ეგ არის 6. სიმაღლეს დავთვლით ამ სამკუთხედი და პითაგორას თეორემით. ეს იქნებოდა a² + 6-ის კვადრატი უდრის 17-ის კვადრატს. ეგ გამოდის a² 299-ს გამოაკლდებოდა 17-ის კვადრატს 6-ის კვადრატი 36, ეს არის 253-ია, ხო? ანუ ფესვი 253-დან გვექნებოდა და შესაბამისად ფართობი იქნებოდა ფუძეების ჯამის ნახევარი გამრავლებული სიმაღლეზე. ეგ არის 5 + 17 22 გაყოფილი 2-ზე 11, ფესვი 253-დან. კარგი, იყოს ასე. 185. ახლა 186. მოდი გამოვიყენოთ ეს ნახაზი, მეგობრებო. რას გვეუბნება ახლა 186? კვადრატია. და ამ კვადრატში რომლის გვერდი არის 5-ის ტოლი, ანუ ესაა 5-ის ტოლი, თითოეული გვერდი. ესეც 5-ის ტოლია. ჩახაზულია მეორე კვადრატი. ესეც კვადრატია, ესეც სამხაზიანი, ესეც სამხაზიანი, კვადრატია ეს. თითოეულ გვერდს ყოფს ორი სამთან შეფარდებით. ანუ 2x, 3x, მაგრამ უქმები, ხო ვიცი ჩვენ რომ დიდი კვადრატის გვერდი არის 5-ის ტოლი, ამიტომ პირდაპირ დავწეროთ აქ. ესე იგი, ორი სამთან შეფარდებით რომ გაყო 5, ანუ ერთი ნაწილი იქნება თვითონ 2 სანტიმეტრი, რაღაც ასე 2 ერთეული, არავითარი x თვითონ ზომა გვერდის, ეგ 3, აქაც 3, 2, 3, 2, 3, 2. იქნებოდა ასე. მაშინ მეგობრებო, ახლა ეგ ხო მარტივი დათვლადია, რომ თქვა კვადრატის გვერდი თუ არის a,
a კვადრატი ტოლი იქნებოდა 2-ის კვადრატს დამატებული 3-ის კვადრატი, გამოდის 13 და a იქნებოდა ფესვი 13. არ ვიცი, ახლა იქ ძალიან მარტივი ამოცანა. ხო, პრინციპში a კვადრატი გვინდოდა ჩვენ, ხო, აქ. და ფართობს რას გთხოვდნენ? გამოვთვალეთ ჩახაზული კვადრატის ფართობიდან, ხო? შესაბამისად 13 იქნებოდა, a კვადრატი იქნებოდა. აი ახლა ავტორს რომ ეთქვა რომ თქვათ უფრო კარგი ამოცანა რა იქნებოდა ახლა როცა უკვე 185 ნომერი გაქვს არჩეული ფართობებზე რომ ეთქვა რომ ისეა წერტილები აღებული რომ 2 3 2 3 2 3-თან შეფარდებით ამ თანმიმდევრულად ყოფს და ამ წეროების შეერთებით მიღებული ფიგურის ფართობი დათვალეთო რომელი. ну ახლა აქ მივხვდებოდი რომ ეს ფიგურა მინიმუმ რომბი იყო და მე აჩვენებდი სამკუთხედების ტოლობით, რომ აი აქ კუთხეები ეს თუ ალფა ეს მისი 90 გრადუსამდე შემავსებელი იქნებოდა, რომ თან ეს მართი კუთხეები იქნებოდა, ანუ კვადრატიც იქნებოდა ჩახაზული ფიგურა. რომ უბრალოდ უფრო კაი იქნებოდა ავტორს უარ ეთქვა, რომ ეს ჩახაზული ფიგურა არის კვადრატი. კარგი. გავაგზავნოთ 187 ნომერი ვნახოთ ახლა. 187. ABC სამკუთხედში, რა ვიღოთ ABC სამკუთხედი. ასე. A, B, C. BC გვერდზე აღებულია M წერტილი, აი აქ ისე რომ MBC-თან არის 3-2-თან. ანუ MB, ანუ CM უბრალოდ CM უფრო დიდი ჩანს, ხო? CM MB-სთან 3-2-თან, ანუ 3x არის CM და ეს არის 2x. კაი. მოდი ჩვენ აქ და კაი იყოს x-ები. AB გვერდზე აღებულია n წერტილი, ისე რომ AM-ი აი წერტილი არის აღებული, ისე რომ AM-ი CN-თან უნდა შევაერთო M-თან, ასე N-ი CS-თან, აი ასე იკვეთებიან O წერტილში. OM-თან არის 5-1. კი გამოგვივიდა კარგი ნახაზიც, ანუ OM-თან 5-1-თან, ხო? აი 5Y, ხო? OM-თან 5-1-თან შეფარდებით იყოფა. მოგეთ ABC სამკუთხედის ფართობი, ABC-ს ფართობი თუ NBMO ოთხკუთხედის ფართობი არის 6-ის ტოლი. ну ჩვენ ვიცით რომ აი ამ ოთხკუთხედის NBOM ხო აი ამ ოთხკუთხედის ფართობი არის 6. ამის ფართობი 6-ია. ну ახლა ჩვენ წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ, ვინც ადევნებს ალბათ აუგუსტს და აქტიურად უყურებს ჩვენ გაკვეთილებს. სუსტი ნომრები რა იყო, არ მახსოვს 150-მდე თუ 160-მდე იყო, 164, 165, ხო, ესენი იყო. როცა შიგნით იკვეთება გვერდები, აქტიურად ვიყენებ. მე პირადად მენელაის თეორემას მიულდება ასე პროცესი. რა თქმა უნდა, სხვაგვარადაც კეთდება, აქ შეგვიძლია ახლა გავავლოთ აი ეს ხაზი აქ ასე ამას დავაწეროთ პირველად დანაწილი, ბ-ნაწილი და გავყვეთ მე. და შეიძლება არ დაგჭირდეს მენელაის თეორემა. შეიძლება მაინც დაგჭირდეს, ახლა მენელა პანაცეა კი არ არის, მაგრამ აი რომ დაგჭირებოდა სიტყვაზე თქვათ, რა შეფარდებით იყოფა აი ეს გვერდი ან აი ეს თვითონ შიგა ხაზი, კიდე მეორე შიგა ხაზი რა შეფარდებით იყოფა, შეგიძლიათ პარალელური მონაკვეთების გავლებით გააკეთოთ. ასე თქვათ, ასე გავავლოთ.
და ილაპარაკოთ ასე გავავლოთ, აი ასე, იმიტომ რომ 5y-თან შეფარდება, რო იცით, უფრო გახვალთ ფონს, მაგრამ ზუსტად ასე ამოიხსნება ახლა, გაიგებთ ეს სამკუთხედი მსგავსი ამის, ანუ გეცოდინებათ აი ეს გვერდი, ასე ვთქვათ, ამის რა ნაწილია, მერე მეორე მსგავსებას დაწერთ აი ამ სამკუთხედში, პატარა მსგავსება დთან, ეს გვერდი ამის რა ნაწილია და მერე და ფაქტობრივად გეცოდინება უკვე ეს და ეს როგორ შეეფარდება ერთმანეთს, ხო? არაფერი განსაკუთრებული სირთულე ამაში არ არის, მაგრამ ახლა გამოცდაზე არც ვაქვთ ასეთი ხშირად, იშვიათად რომ არც მომტანიათ არასდროს, ყვაბერიძეს უყვარს ამის გამოყენება, ამიტომ თავს უფლება მივეცი მოსწავლეებისთვის ამიხსნა მენელაის თეორემა და მეგობრებო ვინც უსმენთ ამ ვიდეოს მოსწავლეებო მგონია რომ უფრო მარტივი იქნება ოღონდ უნდა მიეჩვიოთ მენელაის დანახვას. აი ახლა სად ხედავთ აქ მენელაის თეორემის გამოყენების საშუალებას. ნახეთ BA M სამკუთხედში. აი რომ წარმოვიდგინოთ ეს BA M სამკუთხედი ასე BA M და რა გამოდის? ესე იგი ამ სამკუთხედის ორი გვერდი იკვეთება ამ NC წრფით, ასე AB გვერდი და AM გვერდი და BM გვერდის გაგრძელება იკვეთება აი ამ სამკუთხედით, ხო? ასე ამ სამკუთხედის ორი გვერდი და მესამის გაგრძელება გადაიკვეთება. როგორ ვიყენებთ ახლა მენელაის? გაგრძელების ბოლო, რაც არის, C არის, ხო? გაგრძელება ის გადაკვეთის წერტილი. მისი მეორე ბოლოდან B-დან იწყებთ მენელაის დაწერას. B-ნი შეფარდებული NA-სთან, გამრავლებული AO OM-თან და ეგ ხო ვიცით, მე აქ 5y-ით და y-ით მაქვს აღნიშნული, 5y y-თან, გამრავლებული გარე ნაწილი, ანუ 2x მთელთან ასე, 2x მთელთან, ეგ არის ერთი სტოლი. ანუ რა გამოგდის ახლა აქედან, ეს არის 10 3-თან, ანუ B-ნი NA-სთან, ხო არ შემშლია, ერთი წუთი მეგობრებო, C-მი MB-სთან არის 3 2-თან, AO OM-თან არის 5 1-თან და რომ წამოვყევით აქედან 2 3-თან კი 2 5-თან იქნებოდა ასე. თელთან და მაინც 3 დავწერე, ხო? 2x მთელ მონაკვეთთან, ანუ 2 5x-თან, აი ასე შეგვეცებოდა 5-იც და 2-იანი მრჩებოდა ზემოთ, ხო? აუ, რას ვაკეთებ. ბოდიში გიხდით რა, ახლა დაგავნიეთ თქვათ მენელაის თეორემაზე, რაღაც ისე წარმოდგენა შეგიძლიათ, რომ არა და აქამდე ცხოვრიცით არაერთხელ გამოგვიყენებია. რაში მდგომარეობს მენელაის თეორემა? ანუ წამოყვებით, ანუ B-ნი NA-სთან, AO OM-თან და გარე ნაწილი მთელთან. 3x 5x-თან. ასე. y-ები იკვეცება, x-ები იკვეცება, აქ 5 იკვეცება და B-ნი NA-სთან გამოდის მეგობრებო, ეს 3 გადმოვიდოდა გაყოფით 1 3-თან. კარგი. ხო, ყურადღებით უნდა დაწეროთ ახლა, არაფერი განსაკუთრებული არა ახლა. რომ მექანიკურად რო წერდი, რასურად გადავყევი. წამოყვებით ეს ამასთან და გარე ნაწილი მთელთან. B-ნი გამოგვდის ერთი ნაწილი, მოდი ეგ Z-ი დავაწეროთ ამას, ასე და ეს გამოდის 3 ნაწილი, 3 Z-ი იქნება. ამასაც დავაწეროთ, რომ
არაგერიოთ მერე ასე ზეტი და აქ 3 ზეტი. ასე. კარგი ბატონო. ახლა რა გავაკეთეთ? მოდი ფართობებზე დავიწყოთ ახლა ლაპარაკი. მოდი აღვნიშნოთ ამის ფართობი ესე აბეცესი S-ით რა. ნუ ვეძებ S სიტყვაზე ვთქვათ. ასეთი აღნიშვნა შემოვიტანე. მაშინ დააკვირდით ახლა დიდ სამკუთხედს რომ დავაკვირდეთ მეგობრებო ABC-ს. აი ეს რომ არის აქ 2 3-თან შეფარდებით ხო არის? ფართობით 2 3-თან შეფარდებით ხო გაიყოფა? ანუ ეს იქნება 2 ნაწილი, ეს 3 ნაწილი. ანუ S-ი A, B, M-ის იქნება 2/5 ნაწილი მთელი ფართობის, ხო? ანუ 2/5 S-ი იქნება. მთელი ფართობი S-ით აღვნიშნეთ. ამ ზედა სამკუთხედის ფართობი იქნება 2 ნაწილი 5-დან და ანუ 2/5 S-ი იქნება. ნახეთ ახლა რა შეგვიძლია გამოვიყენოთ კიდევ. აი თვითონ BAM სამკუთხედში, BAM სამკუთხედში ეს რო ალფათი აღნიშნოთ და რა გამოგვივა? ესე იგი S-ი N A ოსი ხო იქნებოდა 1/2 3Z 5Y სინუს ალფა. ასე და S-ი BAM-ის ხო იქნებოდა BAM-ის 1/2 4Z ხო? თლიანად არის ეს კვერდი, მე 6Y და სინუს ალფა. და მათი შეფარდება რომ დავწერო ახლა ეს 1/2 Z იკვეცება, Y იკვეცება, სინუს ალფასთან, 3 იკვეცება 6-თან, 5 მერვედი რჩება ოქროები, ხო? აქ 5-იანი, აქ 4-იანი, აქ 2-იანი. 5 მერვედი. ანუ გამოდის რომ S-ი N A ოსი, აი ეს არის 5 მერვედი ნაწილი, ხო? 5 მერვედია მთელი სამკუთხედის. მთელი სამკუთხედის არა, BAM სამკუთხედის. და მაშინ მეგობრებო, ეს არის 5 მერვედი, S-ი BAM-ის. და აქედან ხო გამოდის, რომ მაშინ ეს 4 კუთხედი, რაც არის მოცემული, ხო, ერთადერთი ინფორმაცია გვაქვს ფართობზე, NBMO იქნებოდა დანარჩენი 3 მერვედი, არ იქნებოდა? S-ი BAM-ის. კი, 3 მერვედი იქნებოდა. და ჩვენ ხო ვიცით ეს NBMO რა არის? მოდი აქეთ გადმოვიდეთ ახლა. ეს არის 6. ანუ 6-იანი, ანუ 3 მერვედი რისი? აგერ არ მაქვს BAM-ი, ანუ ABM-ის ფართობი გამოხატული. 2/5 S-ის. რა გამოდის აქ? გარი 4. აქ 3-იანი შეგვიძლია 6-თან შევკვეცოთ და ესე იგი 2 გამოდის 1/40 S-ი და შესაბამისად S-ი გამოგვივიდა 40. ახლა ვეცადეთ ცოტა კიდე სხვანაირი წარმოდგენა მეჩვენებინა თქვენთვის. ფართობებს როცა გთხოვენ, ზემოთ რაც გავარჩიეთ, აი 60-იან ნომრებში 4-5 ნომერი იყო, ახლა რაღაც ასე გაყოფებზე შიგამონაკვეთებით, არ ვიცოდით ფართობი მთელის და მისი რა ნაწილი იყო, უნდა გამოგვესახა რომელიმე, ან და ვიცოდით ნაწილების ფართობი და კიდე სხვა ნაწილი უნდა გვეპოვა და აი ეგ ტექნიკა არ გამომიყენებია ახლა მე რომ სინუსის დახმარებით გამომესახა პატარა სამკუთხედით ის სამკუთხედის რა ნაწილი იყო რა და მგონია რომ ამას მოუხდა. ჩვენ ნახოთ კი 197-ში 40-ია პასუხი. მგონია საკმაოდაც მოუხდა. კარგი, მოდი აბა ნახოთ ახლა 180 ბერვე ნომერი როგორ გაკეთდება. ესეც მონაკვეთების გადაკვეთაზეა შიგნით.
მოდი ნახოთ გონი კია. ABC სამკუთხედის ფართობი არის 90. D ბისექტრისაა. კაი, ავიღოთ ABC სამკუთხედის ფართობი, ასე, A, B, C. ეს ABC არის 90. AD ბისექტრისა BC გვერდს ყოფს ორი სამთან შეფარდებით. ასე, ავიღოთ AD ბისექტრისა, ოიქ. და BD გვერდი გაყო, BC გვერდი გაყო ორი სამთან შეფარდებით, ანუ ორი ნაწილი, სამი ნაწილი. ნუ ჩვენ ახლა უცებ რა უნდა გაგვახსენდეს, რომ მიმდებარე გვერდების შეფარდებაც იგივე იქნება, ხო? აქ შეგვიძლია სადღაც დავწეროთ, რომ AB შეფარდებული AC-სთანაც იქნებოდა 2/3-თან. იმიტომ რომ ბისექტრისის მიერ მოკვეთილი ნაწილების პროპორციულია მიმდებარე გვერდები, ხო? ამერიკით. მიმდებარე გვერდების პროპორციულია მოკვეთილი ნაწილები. ბელ მონაკვეთი კვეთს AD ბისექტრისას ეწერტილში. AC გვერდს L-წერტილში. ისე რომ AL CL-თან AL CL-თან არის 1/4. აი, მოდი ასე ვქნათ ახლა ცოტა ნაკლებად ზუსტი ნახაზიც გამოვიდეს და ახლავთ ასე იქნება, ხო? ეს არის L, AL LC-სთან არის 1/4-თან, ანუ Y 2Y-თან, ასე. კი ბატონო. და რა გვინდა ახლა აქ ჩვენ იპოვეთ EDCL ოთხკუთხედის ფართობი. ახო, ეს ეწერტილში იკვეთებია. ეს ეწერტილში იკვეთება და EDCL. ანუ აი ამის ფართობი გვინდა, ხო? EDCL-ის. კარგი, მოყვეთ ჩვენს რა შეგვიძლია დავინახოთ და ვთქვათ ახლა. აი შეხედეთ B. მოდი გამოვიყენოთ ახლა პრინციპში აი ეს რაც დავინახეთ. თუ ჩემთვის 10 არის 3y, აი რომ შევიტანოთ ახლათი და რა გამოდის? აი 3y-ით ხო გამომივიდა მე 10 აღნიშნული, ხო? ესე იგი A, B, 3y-თან უდრის 2/3-ს, ანუ გამოდის რომ AB 2y არის, ხო? 2y. ეს შეიკვეცებოდა 3 და ასე იქნებოდა. ეს 2y. ახლა აქ ძალიან მარტივია თვითონ აი ამ სამკუთხედში დააკვირდით ამ სამკუთხედში ცხო ბისექტრისაა აი და რადგანაც მიმდებარე გვერდების შეფარდება არის 2y-თან, ამიტომ აქაც იქნებოდა 2 1-თან, ხო? რაღაც ესე 2 1-თან შეფარდება იქნებოდა 2z აქ z-თან. არ ვიცი ეგ წამადგება არ წამადგება რა არის? ნუ იყოს რა. მოდი მაშინ ახლა რა ვქნათ? დავიწყოთ აი ფართობის გამოყენებით, ჯერ დიდი სამკუთხედი რაცა და აი სიტყვაზე ვთქვათ ბელმა რა ფართობებად დაყო ეს დავწეროთ და მე მივყვეთ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ რა. და პრინციპში ყველა ფართობი გაგებადი იქნებოდა, მე გამოვაკლებთ 90-ს და ამ ფართობსაც ვიპოვოთ. ნუ მგონი ეგ ამარტივი ამოცანა გამოდგა. ანუ რადგანაც ეს იყოფა 1/2-თან შეფარდებით, ფართობიც ხო 1/2-თან შეფარდებით იყოფა, ანუ 3 ნაწილად, 90-ს თუ 3 ნაწილად დავყოფთ, ეგ იქნება 30, ეს იქნება 60. ახლა შეხედეთ, აი ეგ სამკუთხედი რო გადმოვიტანოთ ასე ცალკე. ანუ A, B, L. ესეც ხომ გავყავით ახლა ჩვენ აგერ 2 1-თან შეფარდებით 2z 1z, ხო? ანუ ესეც 2 1-თან შეფარდებით, თან 30-ია დაყოფილი 2 1-თან შეფარდებით და რა გამოვიდოდა? ესე იგი ეს არის 20, ხო? ზედა ნაწილი. და ეს არის 10 ოქროები.
მოდი დავაწეროთ, ანუ ეგ არის რაღაცა სხვა ფერით დავაწერე ახლა, რომ გვაქვს ფართობები მიღებული. აი მოდი აქ. ეს მივიღეთ 10, ამის ფართობი შემოვხაზოთ. ეს არის 20, ამის ფართობი. ახლა შეხედეთ მეგობრებო, ჩვენ ades მიმართ რომ გაგვეხილა დიდი სამკუთხედი, აი ასე. ades მიმართ. ხო? ფართობები რა იქნებოდა? რა გამოგვივიდოდა? ესე იგი, ხო იყოფა 2 3-თან შეფარდებით, ანუ 90 5 ნაწილად დაიჭრებოდა. 90 რომ გავყოთ 5-ზე, ეს არის 18, არა? და 2 ჯერ 18 იქნებოდა 26 და 3 ჯერ 18 54. 36 და 54-ზე 6 კი არა. ანუ შეხედეთ, ამის ფართობი მთლიანად არის 36. და ეს თუ 20-ია, ფერ შევცვლი, ეს 16 არ გამოვიდოდა? ხო? ეს თუ 54-ია მთლიანად, ხო? ხო დავთვალეთ, აგერ ქვედა ADC 54 იყო და ეს 10-ია. ეს 44 არ გამოვიდოდა? მგონი რომ მოჩა დავთავდა ვიპოვეთ, ხო? 44-ია საძიებელი ფიგურის ფართობი. ნუ ახლა აქ არც მენელაი დაგვჭირდა, არც არაფერი, მაგრამ ინფორმაცია ისე იყო მოსული. ახლა ეგ მაგალითად შეიძლება გამოცდაზეც მოიტანო, გოხდა კარგი ამოცანა იქნება, მაგრამ ზედა ამოცანები ახლა სადაც ამ პარალელური ხაზის გავლება ამოცემული არ მენელაის თეორემა, მისი ალტერნატივა, ეგ ცოტა ეცოდება ბავშვები საგამოცდოთ ამ ამოცანის მოდალისთვის.